გიონდას ესეთი შეკითხვა, როდესაც იესო ლაპარაკობს მათეს სახარებაში, თქვენ გსმენიათო, რომ კვილი კვილიცილ, თვალი თვალიცილსო, გიყვარდეს მოყვასი შენი და გზურდეს მტერი შენი. და ასევე რატო ამბობს იესო ქრისტე ამ ტერმინს თქვენ გსმენიათო. რადგანაც კიდევ ერთ ადგილზე ამბობს დაწერილიაო. იმიტომ რომ არის სხვა ადგილზედაც იესო ამბობს მაგალითად თქვენ გსმენიათ ძველთაგან არ იმრუშოთ. არ იმრუშოთ ეს არის დაწერილიც. მაგრამ იესო ამბობს ამაზე რატომღაც თქვენ გსმენიათ. ეს მათეს მეხუთე თავშია გადაგება მთაზე. ჩვენ უნდა გვესწროს ისტორიული კონტექსტი ამ ყველაფრისა. როდესაც იესო ისაუბრება გალილეელებს, გალილეაში ცხოვრობდა ებრაელები, რომელიც მათ არ იცოდნენ ივრითული. ისინი ლაპარაკობდნენ გალილეის არამეულის გალილეურ დიალექტზე. დღეს რომ ასურელები იჩემებენ რომ არამეულად საუბრობთო ქრისტეს ენაზე, ეს არ არის ის არამეული ქრისტეს ენა, ეს არის არაბული დიალექტი, არაბული სირიული დიალექტი არამეულის. ხოლო ქრისტეს დროს საუბრობდნენ არამეულ ენაზე, ოღონდ გალილეურ დიალექტზე. და ძირითადად მაშინ დაკარგული ჰქონდა ენა ებრაელობის უმეტესობას, მხოლოდ ებრაულად მსახურება მიდიოდა სინაგოგებში და ტაძრებში. და ძირითადად ვინც იცოდა ივრითული, ეს იყვნენ რაბინები, ფარისევლები და ვისაც ჰქონდა განათლება მიღებული. მაგრამ აი ეს უშუალოდ ჩვეულებრივმა ხალხმა ივრითული არ იცოდა. იცოდნენ არამეული. რატომ არამეული? ნეემიას დროს ჩვენ ხედავთ, როდესაც ნეემიამ აღადგინა იერუსალიმის ტაძარი მღვდელმთავარ ეზრასთან ერთად, მან სუქუთის დღესასწაულზე გამოიტანა დიდი ჯულის კანონის წიგნი, ღვთის სიტყვა და იმას უკითხავდნენ. და იმას კითხულობდნენ ებრაულად, ეზრა კითხულობდა ებრაულად და უმეტესობა ხალხმა არ იცოდნენ ეს. ამიტომ მათ ყავდათ გადათარგმნელები არამეულად, უთარგმნიდნენ არამეულად და ამას ქვია დრაშ. ამ თარგმანს. აი ესეთი რაღაცა ხდებოდა იესოს დროსაც. სინაგოგებში, როდესაც ასწავლიდნენ ივრითულ ენაზე, წაიკითხავდნენ ივრითულ ენაზე, მას განმარტებელი ჭირდებოდა. განმარტებელი იყო ეს ზუსტად არამეულ ენაზე. ამიტომ იყო ესეთი რაღაცა, როდესაც ის გალილეებს ევნებოდა და ელაპარაკებოდა, მათ არ ქონდათ ნანახი სად რა როგორაა დაწერილი, არც იცოდნენ, იმიტომ რომ ეს უბრალო ხალხი იყო. ისინი ძირითადად ღვთისმსახურებას ისმენდნენ. ანუ სმენით ღებულობდნენ ინფორმაციას. ამიტომაც როცა ფარისევლები მათ ასწავლიდნენ, ისინი ეუბნებოდნენ, რომ გიყვარდეს მოყვასი შენი, გზურდეს მტერი შენი. მაგრამ სემპლეში ეს არ იყო, არცად არ წერია თორაში, გზურდეს მტერი შენი. ეს ძველ არხმაში საერთოდ არაა. მაგრამ წერია კვილი კვილისილ, წერია თვალი თვალისილ. საქმე იმაშია, რომ ზუსტად ამ არამეულ განმარტებაზე მიუთითებს იესო ქრისტე, რომ არასწორად განგიმარტესო, თქვენ არასწორად გასწავლენო. ძირითადად იესოს დროს იყო ორი მოპაექრე იუდაიზმში სკოლა, ფარისევლური სკოლა. ეს იყო შამაის სკოლა და ეს იყო რაბი ჰილელის სკოლა. და ზუსტად ეს შამაი და რაბი ჰილელის სკოლები ერთმანეთის კონკურენტები იყვნენ. რო ავიღოთ დღევანდელ დღეს შამაი ეს არის მართლმადიდებელი მშობელთა კავშირი, ავიღოთ და ჰილელი არის ეს ლიბერალური მართლმადიდებელი ფრთა, ლიბერალური ქრისტიანები. ანუ ეს ორი განსხვავებაა მათ შორის. ანუ შამაი იყო ძალიან კონსერვატორული, ძალიან ულტრანაციონალური იდეებით შეპყრობილი, ხოლო ჰილელი იყო ეს ძალიან რბილი და მობიერი, ვთქვათ ასე. აი ესეთი ის იყო. და ამ სკოლაში იყო ყოველთვის კონკურენცია. ამიტომაც იესოს როცა მაგას ამბობს თქვენ გსმენიათ, გალილეაში ძირითადად ქონდა ფესვი მოკიდებული შამაის სკოლას. იყო ძლიერი. უფრო პოპულარული იყო. სხვადასხვა პავლეც შამაის სკოლის იდეების მიმდევარი გახდა.
როდესაც დაამთავრა გამალიელთან სწავლება. პავლე მოციქულზე. ისო ქრისტიანებს დევიდა, ზუსტად ეს შამაის სკოლის ზეგავლენა იყო და შამაის სკოლის იდეოლოგია იყო. თორე ჰილელი არასდროს არ მოუწოდებდა ქრისტიანების მკვლელობას ან დარბევას. ჰილელის შვილი იყო ზუსტად გამალიელი, რომელიც პავლეს ასწავლა ძირითადად. ანუ ფუძე ჰილელმა მიცა. შემდეგ პავლემ გააგრძელა შამაის სკოლაში გადავიდა და ანუ მიხდით ხო რასაც ვეუბნებ. ანუ იესო მან ამბობს ძალიან მარტივ რამეს. ის რასაც თქვენ გასწავლეს, ის არასწორად გასწავლეს. იესო ქრისტეს მთავარი იდეა რა იყო? იესო ქრისტეს მთავარი იდეა მათეს სახარებაში, რომელიც ჩვენ გვაზრდებს, ეს არის იესო მოიტანა მესამე სკოლა. ღვთაებრივი სკოლა, ცათასასუფლელი სკოლა მოიტანა. და ამ ცათასასუფლელ სკოლას ჰქონდა თავისი სწავლება და თავისი განმარტება, თავისი წესდება. და ამას ამბობს იესო ქრისტე, ხოლო სინამდვილეში, ანუ მე იესო ქრისტე ამას მიუთითებს, მე კი გეუბნები თქვენ, ანუ მე გითხარით, რომ იქ ბერძა თუ ნახეთ ჩემი ვიდეოები ადრე მათეს სახარების კომენტარებზე, იქ არის სიტყვა et ნიშნავს ანუ ბერძნული d რო ვთქვათ, ხო? ბერძნულად d ნიშნავს და მეც გეუბნებით თქვენ. ანუ როგორც არის არაიმრუშო და მეც გეუბნები, ანუ ვამატებ და უფრო ვაძლიერებ ამ ცნებასო, რომ ვინც თვალით უყურებსო, თუდა თუ ის უკვე მრუშობსო. ხოლო ეშმაკთან რაც შეეხება, რატო ეშმაკთან დაწერილი ეუბნებოდა. ეშმაკთან შემოკარგებო არ გამოდის ტრადიციული განმარტებები და ტრადიციული ადამიანების ნაფიქრალი და იმით მიდგომა. ეშმაკს სჭირდებოდა იურიდიული დოკუმენტი. იურიდიული დოკუმენტი არის ზუსტად დაწერილი ღვთის სიტყვა, რომელიც სინაის მთაზე იყო მოძებული. ამიტომ ეუბნებოდა ეშმაკს. დაწერილია. დაწერილი, ამით იესო მიუთითებს, რომ ამ დაწერილის ავტორი არის თვითონ, შემოქმედი ამ დაწერილის. ну ეს ახლა ღრმად ვარ წავიდეთ თეოლოგიურ იმაში, ალბათ რომ იქნება განგიმართებთ იესოს ღვთაებრიობა როგორ ჩანს ეშმაკთან მიმართებაში მანდ. ну ამას შემდეგ უფრო და უფრო მერე იმას ვიზამთ. ანუ გიორგი, გაიგე ხო პასუხი რატო გააკეთა იესო მანდ? ანუ ჩვენ უნდა მივხვდეთ რომ იესო არ უპირისპირდება ფარისევლურ სკოლას, ის აკეთებს ორივეგან იღებს საშუალო ოქროს შუალედს რო იწვიან და ზოგ შემთხვევაში ზოგიერთ ცნებაზე ოქროს შუალედს გვაძლევს გამოსავალს, ანუ ორივე იდეიდან რომელიც უფრო კარგია იმას იღებს, ხოლო ზოგიერთ სწავლებაზე პირდაპირ ამბობს რომ ეს არასწორია და მე გეუბნები თქვენ რომ ეს ასე უნდა იყოს და ასე და ასეა.